რატომ აკრიტიკებდნენ ზვიად გამსახურდიას? მიუხედავად იმისა, რომ ისტორიამ ზვიად გამსახურდია ცალსახად დადებით ფიგურად შეაფასა, მისი მცირეხნიან მმართველობის დროს ყველა ასე არ ფიქრობდა. ფაქტია, დღეს უმრავლესობა აღიარებს, რომ ზვიადისთვის უნდა ეცლიათ, სამხედრო ხუნტას არ უნდა ჩამოეგდო და ის არ უნდა მოეკროთ. დღეს ყველათან ხვდება, რომ ზვიად გამსახურდია ეროვნული გმირია, მიუხედავად თავისი შეცდომებისა, რომლებიც დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე ნამდვილად არ ყოფილა. პირიქით, მან აშკარად გაწირა თავი საქართველოსთვის. ის თავის ეპოქაში ყველაზე ძლიერი ორატორი იყო და ადვილად იგებდა უბრალო ხალხის გულს, მაგრამ რა იყო ის ფაქტორები, რომელთა გამოც პირველ პრეზიდენტს აკრიტიკებდა? მისი თანამედროვენი ზვიად გამსახურდიას რთულ პიროვნებად ასახელებდა. მას წინააღმდეგობაში ედგა თითქმის მთელი ინტელიგენცია, ბიუროკრატიის დიდი ნაწილი და მათი მხრიდან კრიტიკის პირველი ობიექტი სწორედ საკადრო პოლიტიკა იყო. პრეზიდენტობის პერიოდში ზვიად გამსახურდია თანამდებობებზე უბრალო ხალხსაც ნიშნავდა. ეს კი ხშირ შემთხვევაში არაკვალიფიციურ კადრებს გულისხმობდა. მათ დიდ ნაწილს არ ჰქონდა საჯარო მართვის გამოცდილება, ამიტომ ინტელიგენცია და ჯაბა იოსელიანის ან ედუარდ შევარდნაძის გარშემო შემოკრებილი ელიტური ბიუროკრატია ამბობდა, რომ ზვიადი სხვადასხვა თანამდებობებზე მედოლეებს, მძღოლებს და ხელოსნებს ნიშნავდა. შესაბამისად, მათთვის ზვიადის აღზევება მიუღებელი იყო. მათი ადგილი ზვიადის საქართველოში არ იყო, ამიტომ იბრძოლეს თავდადებით ზვიადის წინააღმდეგ. კრიტიკის მეორე თემა იყო რუსეთის მიმართ მისი ლოიალობა. სასაცილო არა? სწორედ ეს შეუძლია გააკეთოს პროპაგანდამ და ცრუ პოლიტიკურმა ნარატივებმა. საქმე იმაშია, რომ გამსახურდია დათანხმდა კომუნისტების მიერ ჩატარებულ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ამის გამო ეროვნული მოძრაობა გაიხლიჩა. ეროვნულ დემოკრატების ლიდერმა გია ჭანტურიამ ის რუსეთის მარიონეტად და საქართველოს მტრად გამოაცხადა. დაიწყო მის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა. გამსახურდიას განუდგნენ ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებიც, ირაკლი წერეთელი, თამარ ჩხეიძე, ნოდარ ნათაძე და სხვები. არადა ეს ის არჩევნებია, სადაც ზვიად გამსახურდიამ დაამარცხა კომუნისტები და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. მალევე გამსახურდიას პრეზიდენტობას დაემთხვა მოსკოვში სამხედრო გარდატრიალება, რა დროსაც ძალაუფლება დროებით სამხედრო ელიტამ იგდო ხელთ და საბჭოთა კავშირის რღვევის შეჩერება სცადა. მართალია, რამდენიმე დღეში ისინი სამოქალაქო პროტესტის ფონზე ვლადიმერ ელცინმა ხელისუფლებიდან ჩამოაგდო, მაგრამ რაც მოხდა ამ პერიოდში იყო ის, რომ მოსკოვის სამხედრო ხუნტამ ზვიად გამსახურდიას ეროვნული გვარდიის გაუქმება მოსთხოვა. მუქარო უშუალოდ საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პირით გაჟღერდა. გამსახურდია მოერიდა კრემლთან პირდაპირ კონფრონტაციას და ეროვნული გვარდია დროებით შინაგან ჯარს შეუერთდა. ეროვნულმა გვარდიამ თენგიზ კიტოვანის და გია ყარყარაშვილის მეთაურობით ეს განკარგულება შეურაცხყოფად მიიღო. ზვიადი კრემლის მორჩილებაში დაადანაშაულეს და დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. მესამე და ყველაზე ძლიერი ბრალდება იყო გამსახურდიას დიქტატურისკენ მიდრეკილებები. ვინაიდან ის გამოკვეთილი ლიდერი იყო, ხოლო მის გუნდში დანარჩენი ოპოზიცია მით უფრო ინტელიგენცია არ მოიაზრებოდა, ის ერთპიროვნულ დიქტატორად წარმოაჩინეს. თუმცა ვინც ზვიადის პოლიტიკას შეისწავლის, ადვილად დარწმუნდება, რომ მისთვის კომპრომისებიც არ იყო უცხო და ერთ წელიწადში არანაირი რესურსი არ გააჩნდა დიქტატურა დაემყარებინა. და ბოლოს, ის რაც მას საერთაშორისო მხარდაჭერა დააკარგინა, მათ შორის დასავლეთში, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, იყო ბრალდებები მისი ეთნიკური ნაციონალიზმის პოლიტიკის შესახებ. ოპოზიციისა და კრემლის პროპაგანდისტების წყალობით დასავლეთში ჩამოყალიბდა მისი იმიჯი როგორც შოვინისტი დიქტატორი. ვინაიდან საბჭოთა კავშირის სრული დაშლა არ ეჩქარებოდა დასავლეთს, ზვიადის ასეთი უკომპრომისო ბრძოლა ყველასათვის სახიფათოდ გამოიყურებოდა. სამწუხაროდ დასავლეთის სიფრთხილეს გამსახურდიაც ხისტად პასუხობდა, რამაც იგი მოსკოვის პირისპირ დასავლელი პარტნიორების გარეშე მარტო დატოვა. მას საჯაროდ განუდგა საქართველოს პატრიარქიც ილია მეორე. პრეზიდენტი, რომელმაც დაკარგა საერთაშორისო მხარდაჭერა, რუსეთთან ისედაც წინააღმდეგობაში მყოფს, დაუპირისპირდა საპატრიარქო ინტელიგენცია და ვერ აკონტროლებდა ძალოვნების მნიშვნელოვან ნაწილს, ხალხის დიდი მხარდაჭერის მიუხედავად მისი გადატრიალების გზით ჩამოგდება მხოლოდ დროის საკითხი იყო. ჩიხში მოქცეული პრეზიდენტი ოპოზიციურ ლიდერებს ადანაშაულებდა რუსეთთან თანამშრომლობაში და ვერ წარმოედგინა მათთან ძალაუფლების გაყოფა. საპასუხოდ მის წინააღმდეგ აქციები აწყდებოდა. ბოლო შემოთვლა რუსეთისგან ულტიმატუმი იყო, რათა ზვიად გამსახურდია დსთ-ში შესვლას დათანხმებოდა. უარის მიღების შემდეგ პირველი ტყვიაც გავარდა. თქვენ როგორ აფასებთ ზვიად გამსახურდიას ხანმოკლე პრეზიდენტობას? გთხოვთ დაწერეთ კომენტარებში, ხოლო სხვა მსგავსი საინტერესო მოვლენების შესახებ გირჩევთ წაიკითხოთ ჩემი ავტორობით გამოცემული წიგნი პოლიტიკური გაკვეთილები. მადლობა.